მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრიშო შეშვილი გახლავართ. ამ პოდკასტში ჩვენ შევეხებით ვილფრედ პარეტოს, გაეტანო მოსკაც და რობერტ მიხალსის ელიტების თეორიას. დავიწყოთ იტალიელი სოციოლოგის ვილფრედ პარეტოს თეორიიდან. პარეტო თავიდანვე საუბრობს, რომ ადამიანები არც ერთ საკითხში არ არიან თანასწორნი. ყოველთვის არის ძლიერი და სუსტი, სულელი და ჭკვიანი, მოხერხებული და მოუქნელი. ამიტომ პარეტოს მიხედვით უთანასწორობა საზოგადოებაში არის უალტერნატივო და ბუნებრივი მოცემულობა. ყველა სფეროში არის მოხერხებული ხალხი, რომელიც ორგანიზებას ახდენს ელიტების. ამ შემთხვევაში პარეტოს ძალიან გულუბრყვილოს ჯერა, რომ იერარქიის ზემოთ აუცილებლად უნდა იყვნენ საუკეთესოები. მაგრამ მოდით მის თეორიულ თავისებურებას მივაკუთვნოთ ეს დაშვება. მოკლედ, მაღალი უნარჩვევების ადამიანები შექმნიან ელიტებს. ელიტა არის ყველა სფეროში, მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს პოლიტიკა. პარეტო საზოგადოებას წარმოადგენს პირამიდის მსგავსად. ზემოთ ნაწილში არიან ელიტები, ხოლო ქვემოთ კი მასები. პარეტო ამბობდა, რომ ყველა საზოგადოებაში არის ელიტა, არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს პოლიტიკოსი, იდეოლოგია და ასე შემდეგ. ელიტა ყველგანაა. ელიტას აქვს დამახასიათებელი თვისებები. შეიცნოს, შთააგონოს და გამოიყენოს ადამიანები და ასევე უნარი გამოიყენოს ძალა. პარეტო საუბრობს, რომ თუ კი ელიტას აღარ შეუძლია შთააგონოს ან ძალა გამოიყენოს მასებზე, მას სხვა ელიტა შეცვლის. ანუ დააჯეროს მასები და ძალა გამოიყენოს, ეს არის ელიტისთვის საიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პარეტო საუბრობდა, რომ ელიტა სტატიკური არ არის. საზოგადოება მუდმივად ვითარდება, რაღაც ახალი ხდება. ეს კი ყველაზე აისახება. ამიტომ მასებსა და ელიტებს შორის მუდმივად ელიტების ცირკულაცია ხდება. ელიტის ნაწილი მიდის სხვადასხვა მიზეზების გამო, ხოლო ახლები მოდიან ყველაზე უნარიანი მასების ფენიდან. სწორედ ეს არის ელიტების ცირკულაცია და ეს ხდება წონასწორობის დაცვა საზოგადოებაში. შემდეგ პარეტო ამჩნევს ერთ მოვლენას. ხშირად ელიტა იკეტება, ანუ ის აღარ უშვებს მის რიგებში სხვებს. არსებული ელიტა ნათესავებსა და ახლო წრეს მუდმივად წინ წამოწევს. ცხოვრების ბოლომდე ისინი რჩებიან სხვადასხვა თანამდებობებზე და მთავარი პრინციპი ხდება ლოიალობა და არა უნარები. ამ შემთხვევაში ელიტების ცირკულაცია შენელდება. ძველი ელიტები აღარ მიდიან და პირამიდის თავში იზრდება არაკომპეტენტური, კორუმპირებული და უუნარო ხალხის რაოდენობა. მასებში უფრო და უფრო მეტი ნიჭიერი ხალხი გროვდება, რომელსაც უნდა რომ გახდნენ ელიტები და იციან რომ ელიტების ადგილი მათ ეკუთვნით, მაგრამ მათ არ უშვებენ. რაღაც ეტაპზე ელიტები ისეთ დეგრადაციას განიცდიან, რომ ისინი კარგავენ უნარს შთააგონონ და ძალა გამოიყენონ. ანუ ისინი კარგავენ უნარს რეალობის აქმის და იღებენ არასწორ გადაწყვეტილებას. პარეტოს მიხედვით ესე დროს იწყება რევოლუცია, რომელსაც ის განსაზღვრავს როგორც ელიტების ძალადობრივ ცვლილებას. პარეტოს მიხედვით არსებობს ელიტების ტიპები: ლომები და მელიები. ეს არის გარკვეულწილად ფსიქოტიპები ელიტების. მელიები უფრო მეც ფიქრობენ ყოველდღიურობაზე, არ ქმნიან გრანდიოზულ გეგმებს მომავლისთვის. ისინი იყენებენ შთაგონებას, რათა დაარწმუნონ მასები. ისინი იყენებენ მოსყიდვას, ტყუილს, რომ მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანონ. მათი ინტერესები მატერიალურია და ინდივიდუალური. ლომების შემთხვევა სხვანაირადაა. ისინი იდეალისტები არიან და კოლექტივისტები. ისინი აგრესიულები, ავტორიტარულები, კონსერვატორები არიან, უნდობლები არიან და ხშირად იყენებენ ძალას. ეხლა გადავიდეთ მეორე იტალიის სოციოლოგზე, გაეტანო მოსკასზე. მოსკა საუბრობს, რომ ყველა საზოგადოებაში არიან მართველი და მართულები. მართველები ყოველთვის უმცირესობაა, მაგრამ ისინი კარგად ორგანიზებული არიან და აქტიურები. ამიტომ მათ შეუძლიათ ძალაუფლება შეინარჩუნონ და მართონ უმრავლესობა. არსებობს უმრავლესობა, რომელიც არ არის ორგანიზებული და ინერტულია. მართველი კლასია ბიუროკრატია, არისტოკრატები, სახალხო წარმომადგენლები, მსხვილი მესაკუთრეები და ბანკირები, სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები. მოსკას მიაჩნია, რომ ელიტა ყველა თვისებით უკეთესია, როგორც გონებრივ, ისე სულიერი და მორალური თვალსაზრისით. ელიტებს ყოველთვის აქვთ უნარი, რომლებიც მოწონს სხვებს, განათლება, სიმდიდრე, გამბედაობა, ნება, სიმამაცე, მტერთან დაუნდობლობა და ასე შემდეგ. ელიტების მთავარ უნარად მოსკა გამოყოფს ადამიანების მართვას. თუ კი ელიტებს მეტი აღარ შეუძლიათ ხალხის მართვა, თუ კი ის მარტო თავის თავითაა დაკავებული, ანუ პირადი ინტერესებით, ძალაუფლების შენარჩუნებით, მაშინ მას შეცვლის სხვა, უფრო უნარიანი ელიტები. იმისთვის, რომ ელიტა შენარჩუნდეს, ის უნდა განახლდეს. მოსკა ამბობს, რომ ამისთვის ორი მეთოდია შემოშავებული: დემოკრატიული და არისტოკრატიული, ანუ ღია და დახურული. დემოკრატიულია მაშინ, როდესაც ადამიანები ხდებიან ელიტის ნაწილი მათი უნარების მიხედვით, მიუხედავად მათი სოციალური წარმომავლობის, ასაკის და სქესისა. არისტოკრატიულია, როდესაც ელიტა თავის თავს ანახლებს თავისი თავისგან, ანუ შვილებისგან, ათესავებისგან, ნაცნობებისგან და ასე შემდეგ. მოსკას მიხედვით არისტოკრატიული გზა ჩიხურია გრძელვადიან პერსპექტივაში.
ელიტას უნდა რომ შეენარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება დიდხანს. ამისთვის არსებობს მხოლოდ ორი გზა: იდეოლოგია და პირდაპირი ძალადობა. მოსკას მიხედვით იდეოლოგიური მეთოდი გაცილებით ეფექტურია, რადგან ამ შემთხვევაში მასები დაემორჩილებიან არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ ზოგადად მორალურ იდეურ პრინციპს. შესაბამისად, პოლიტიკური ფორმულა, რომელსაც მასები დაემორჩილებიან, შეიძლება იყოს ტრანსცენდენტული ან არატრანსცენდენტული. ანუ ზოგი იტყვის, რომ მთელი ძალაუფლება ღმერთისგანაა, მეფე ღვთისმიერია და ასე შემდეგ, ხოლო ზოგი იტყვის, რომ მთელი ძალაუფლება ხალხისგანაა, საზოგადოებრივ კონტრაქტზე დაიწყებს საუბარს, ანუ რომ ჩვენ ვართ ხალხის არჩეულები, რომ ყველაფერი ხალხის სახელით კეთდება და ასე შემდეგ. რომელი რეჟიმია უკეთესი? მოსკა პასუხობს, რომ ის რეჟიმი, რომელიც უფრო უკეთესად უზრუნველყოფს ელიტების ცირკულაციას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა რეჟიმს, როგორი იდეოლოგიის იქნება, რა ეწერება კონსტიტუციაში და ასე შემდეგ. ბოლოს შევეხებით გერმანელ სოციოლოგ რობერტ მიხელსის ეგრეთ წოდებულ ოლიგარქიის რკინის კანონს. ის საუბრობს, რომ ყველა სოციალური ორგანიზაცია აუცილებლად გარდაიქმნება ოლიგარქიაში, ანუ უმცირესობის ძალაუფლებაში. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტრადიციები გააქვს, დემოკრატიული თუ ავტოკრატიული. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ და რას აკეთებენ პოლიტიკოსები. დროთა განმავლობაში თქვენი ორგანიზაცია იქცევა ოლიგარქიად. ეს ბუნებრივი მიზეზების გამო ხდება. ავიღოთ პოლიტიკური პარტია, რომლის წევრები იფიცებიან, რომ ყოველთვის დემოკრატები იქნებიან, ხოლო ყველა გადაწყვეტილებას კოლეგიალურად მიიღებენ. ეს პარტია პოპულარობას აღწევს. იზრდება და თქვათ 10-დან 1000 კაციანი წევრი გახდა. იმისთვის, რომ პარტიამ ეფექტურად იფუნქციონიროს, თავისთავად ჩნდება ხელმძღვანელობა და პარტიული აპარატი. გამოწვევები და პრობლემები უკვე ძალიან ბევრია და იმისთვის, რომ ყველაფერს უპასუხო, შეუძლებელია ყველა საკითხის განსჯა. დროთა განმავლობაში ხელმძღვანელობა გავლენ პარტიის სხვა წევრების კონტროლიდან და დაიწყებენ ზრუნვას საკუთარ ინტერესებისთვის და პრივილეგიებისთვის. ხელმძღვანელობა დაამყარებს კონტაქტებს ერთმანეთთან და გარდაიქმნებიან ოლიგარქიულ ჯგუფად, რომლებიც არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით იქნებიან დაკავებული. სხვა წევრებს აღარ ექნება ძალა რამე შეცვალონ, რადგან ამ მომენტისთვის მთელი ძალაუფლება უმცირესობის ხელში იქნება კონცენტრირებული. ამის გარდა უმრავლესობა პასიურია, არაკომპეტენტურია და არაორგანიზებულია. ამიტომ მიხელსის მიხედვით ყველაზე დემოკრატიული და ეგალიტარული ორგანიზაციებიც კი ოლიგარქიისთვის არიან განწირული. მიხელსის მთავარი დებულება ეხება დემოკრატიას. ამ თეორიის მიხედვით დემოკრატია არის ილუზია. შეგიძლია რაც გინდა ილაპარაკო და დაპირდე. როგორც გინდა ისე შეგიძლია შენ იყო შენი თავი, მაგრამ შინაარსს ეს არ ცვლის. ყოველთვის იქნება ორგანიზებული უმცირესობა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ყველა საიცოცხლო საკითხზე, ისე რომ არ ეკითხება უმრავლესობას. ყველა სფერო სინამდვილეში იმართება ისეთი უმცირესობის მიერ, რომელიც საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. მოკლედ გაეცანეთ ელიტების თეორიას და ნუ იქნებით ილუზიებში.